დავბრუნდით მეგობრებო, ღამის კომუნიკატორი კვლავ ეთერშია. თქვენ ნახეთ ანა აბაკელიას მიერ მომზადებული სიუჟეტი ADHD სინდრომზე და როგორც გითხარით ჩვენი სტუმარია ნეიროფსიქოლოგი ქალბატონი ნინო მარგველაშვილი. დიდი მადლობა მობრძანებისთვის სალამად. მოგესალმებით ნინო, ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის, მოხარულები ვართ რომ შემოგვერთით ამ თემაზე სასაუბროთ. ჩვენ ნახეთ სიუჟეტი, ანუ მაყურებელსაც თქვა წარმოდგენა შეექმნა ამ დიაგნოზის შესახებ. თუმცა უმეტესი სიმპტომები, რომლებიც ჩამოთვლილი იყო, შეიძლება მეორდებოდეს ბავშვებში, რომელსაც არ აქვთ ეს სინდრომი. პრობლემა იმაში არის, რომ ამ სინდრომის მქონე ბავშვების შემთხვევაში სხვადასხვა გარემოში უფრო დიდი ინტენსივობით არის გამოვლენილი ეს სიმპტომები და როგორ უნდა განასხვავოს თავისმა მშობელმა, აქვს ბავშვს ეს სინდრომი თუ არა აქვს, საქართველოში როგორ ხდება ამის დიაგნოსტიკა, აი პირველ ნაბიჯებზე რო ვისაუბროთ. მადლობა მოწვევისთვის და ამ თემას განხილვისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია განვასხვავოთ, აი ცელქი ბავშვები, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის მქონე ბავშვებისაგან. მნიშვნელოვანი არის, ანუ ჩვენთან სავარაუდოდ დიაგნოზავთ, ჩვენს სისტემაში საქართველოში ფსიქიატრს აქვს უფლება საბოლოოდ რო დასვას ეს დიაგნოზი, რომელსაც ასევე მიუწვდება ხელი წამლებზე, მედიკამენტებზე, მაგრამ მაინც ვიყენებთ ჩვენ სადიაგნოსტიკო სახელმძღვანელოს, რომელიც ამერიკაში გამოიყენება, DSM-5 არის და ამის მიხედვით ხდება იმ სიმპტომების ნახვა და იმ კრიტერიუმების მიხედვით ამ ბავშვის შეფასება. აუცილებელი, როდესაც მშობელი ხედავს, რომ რაღაც ისევ ვერ არის როგორც უნდა იყოს მის ბავშვთან, ანუ არის ძალიან აქტიური, მუდმივად სტარტზე არის, ხო, ძალიან ბევრს ლაპარაკობს, ეჭრება საუბარში, ხშირად არ არის ორგანიზებული, არ შეუძლია ერთაქტიობაზე, რომელიც მისთვის დიდად საინტერესო არ არის ფოკუსირება. ჩემი რჩევა იქნება, რომ მხოლოდ პედიატრს ნუენდობა, ანუ პედიატრთან ერთად აუცილებლად უნდა მიიყვანოს ბავშვი ფსიქოლოგთან, რათა მოხდეს მისი უმაღლესი ფსიქიკური ფუნქციების შეფასება. რომ რეალობაში აღმოჩნდება ეს ADHD თუ არა, შემდეგ გავაკონტროლოთ, რომ აი ეს დახმარება, მხარდაჭერა, რასაც უწევთ ამ ბავშვს, ახდენს თუ არა განს, ანუ ბავშვი არის წარმატებული შემდეგ სკოლაში, მეგობრებთან ურთიერთობაში, ოჯახში დაურეგულირდა ურთიერთობა თუ არა. მთავარი გამოხატულება ქცევის, რაც ჩანს ზედაპირზე არის ის, რომ ბავშვი არის უყურადღებო, ყურადღების დეფიციტი რას გულისხმობს? ანუ არ არის ორგანიზებული, ხშირად ავიწყდება ვთქვათ მასწავლებლის ინსტრუქცია, საშინაო დავალებები, კარგავს ნივთებს, არ შეუძლია ერთაქტიობას ბოლომდე მიიღოს, რაც მისთვის არ არის მაგალითად საინტერესო. ჰიპერაქტიობაში იგულისხმება, რომ ბავშვი ძალიან ბევრს საუბრობს, მუდამ არ შეუძლია ერთ ადგილზე წყნარად ჯდომა, მუდამ სურს რომ აი ხელით, თითებით რაღაცა ითამაშოს, ან ფეხი რაღაცას მიადოს, ან ვიღაცას შეეხოს. ბევრს დარბის, მოძრაობს, ანუ მუდმივად სტარტზეა, ხოლო იმპულსურობაში იგულისხმება, როდესაც ადამიანს არ აქვს შესაძლებლობას თვითკონტროლის, ვერ იცავს ჯერს საკუთარ რიგს, ანუ რიგის დაცვა არ შეუძლია. ასევე ხშირად არის რომ აი თქვათ კლასში სანამ მასწავლებელი კითხვას დაასრულებს, მანამდე აქვს უკვე პასუხი და მანამდე ხო წესით ხელი უნდა აიწიოს ბავშვმა, ხო და მერე უპასუხოს, ამას უკვე პასუხები, რაც ხშირ შემთხვევაში არასწორია ხოლმე. აი ეს ყველაფერი არის, რაც ჩანს ზედაპირზე და რაც ძალიან აშკარაა, რომ ამ ბავშვს აქვს ქცევის ეს პრობლემები, რაც ინტელექტი არანაირი გავლენა არ აქვს, მე როგორც ვიცი, ხო? ანუ შეულებრივად როგორც დანარჩენი ბავშვები გამოვიყენოთ ეს ტერმინი. თუმცა აი ამის თქვა მინდა, რომ აი ეს ქცევის პრობლემა რაც არის, ეს არის მხოლოდ ზედაპირი. ამის ქვეშ ძალიან ბევრ გამოწვევასთან აქვს საქმე ბავშვებსა და უფროსებს, რომელსაც აქვს ADHD. ძალიან ხშირი არის სპეციფიკური დასწავლის დარღვევა ამ ბავშვებში თუ უფროსებში. უმეტესად ეს არის მართლწერის პრობლემა, ან უჭირთ საკუთარი აზრის ფურცელზე გადატანა. ეს თქო, თქვათ მივაწერთ ამას ეზარება და ზარმაცია, ხო? მათემატიკური კალკულაციები. ანუ ამასთან ერთად ექმნება პრობლემა, იმიტომ რომ ერთ-ერთი უმთავრესი, რასაც თქვათ, აი ფსიქოლოგი გამოიკვლევს, აქვს თუ არა პრობლემა აღმასრულებელ ფუნქციებში. რა არის ეს? ანუ ყველა ადამიანს ეს არის ყველაზე ბოლოს რაც მწიფდება ჩვენს თავის ტვინში, როდესაც ჩვენ შეგვიძლია დავსახოთ მიზანი, დავსახოთ გეგმა, ორგანიზება გავაკეთოთ ამისი, მივყვეთ საფეხურებს და ვთქვათ რაიმე თუ ისეთი მოთხოვნა, რაღაც ახალი სტიმული შემოვა, ჩვენ ეს გადავავოთ, იმიტომ რომ ჩვენ მიზნისკენ მივიდეთ. სამწუხაროდ
ესეთ ბავშვებს თუ უფროსებს ხშირად უჭირთ აი მიზანს ბოლომდე მიყვნენ. ასევე აქვთ დროის შეგრძნების პრობლემა. უჭირთ ზუსტად შეაფასონ დრო. უჭირთ საკუთარ თავს გარედან შეხედონ, შეაფასონ. აბა სწორად გავაკეთე ახლა მე ეს. ხშირად დეტალებს არ აქცევენ ყურადღებას, რაც ერთ-ერთი მე მგონი ძალიან რთული პრობლემა არის და ბევრ მშობელს აქვს. დავალების დაწყება, აი საშინაო დავალება. ყველაფერს აკეთებენ, აი ზუსტად მაშინ სანამ დაიწყებს, ხო, ანუ ყველანაირ სლობს უცბად გაახსენდება და დაიწყებს საუბარს სხვა რაღაცეებზე. მიხვდით, უცბად იქ რაღაცა თამაში მოუნდება და აი მოიცა დავამთავრებ და მე რან ყველანაირს უნდა რომ გადაავადოს. ანუ დავალების დაწყება ძალიან ხანგრძლივ პერიოდის ჭირდება. საშინაო დავალების შესრულებისთვის. ხო. ანუ აუცილებლად თითეული ანუ 7-6-ან მეტ სიმპტომს უნდა აკმაყოფილებდეს, სხვადასხვა გარემოში უნდა ვლინდებოდეს და რაც მთავარია, ანუ შეიძლება ყველას ქონდეს. აუცილებლად უნდა უშლიდას ხალხს ყოველდღიურ ფუნქციონირებაში. მას, ანუ ყოველდღიურ ფუნქციონირებაში, სკოლაში, სოციალურ ურთიერთობებში, სახლში, მშობლებთან, ანუ კონფლიქტებია, ვერ მიყვება დღის რუტინას, ხო, დილით ადექი, ჩაიცვი, საჭმელი და შეჭამო, კვილი გაიღო, ავიწყდება ისეთ რაღაცა და შესაბამისად მერე პრობლემები ექნება და სოციალურ ურთიერთობებში მეგობრებთან ხშირად აქვთ პრობლემა, იმიტომ რომ უჭირთ საკუთარი ძალის მოზომვა. როდესაც გვერდით უსხედან, გვერდით უზის ბავშვი ხშირად ესაუბრება, ეხება, რაღაცებს ანახებს, რაც სხვა ბავშვისთვის უკვე არასასიამოვნოა და შესაბამისად ამ ბავშვთან თამაში აღარ უნდათ. უჭირს მათი წესებით თამაშის მიყოლა და ძალიან უჭირთ საკუთარი ემოციების მართვა. მარტივად ნებდებიან, ბრაზის მართვა, ანუ ბრაზდებიან ძალიან მარტივად და არ შეუძლიათ საკუთარი ემოციები აკონტროლონ. ნინო, არ მინდა რომ გაწყვეტინებდეთ, მაგრამ ასეთი სიღრმისეული განხილვის შემდეგ ალბათ მაყურებელმა ძალიან ბევრმა ამოიცნა საკუთარ ბავშვში მსგავსი ქცევა, ერთი სიმპტომი მაინც რომ დავამშვიდოთ მაყურებელი, სად შეიძლება დახმარება ნახოს ასეთმა ადამიანმა, ანუ დიაგნოსტიკიდან დავიწყოთ ისევ, არის რამდენიმე ინსტანცია, ხო, არის სამედიცინო დაწესებულებები, ოჯახი და სკოლა, ხო, ძირითადად თუ რაღაც ასეთი ბავშვებზე ვსაუბრობთ, სად შეიძლება სანდო დიაგნოზი მიიღოს ადამიანმა. ხშირად გვესმის ჩვენ ძალიან ხშირად ვიცით რომ არის შემთხვევები, როდესაც ბავშვს უბრალოდ ესეთი დარღვევა აქვს, შეიძლება ან სხვა რაიმე ტიპის დარღვევა და აუტიზმის დიაგნოზს უსმევენ, შემდეგ აბსოლუტურად არასწორი მკურნალობით მიდის მშობელი. რა უნდა გააკეთოს მშობელმა, სკოლამ და საიდან უნდა დავიწყოთ? ალბათ პირველ რიგში ძალიან ხშირად რომ თუნდაც პედიატრებს გამორჩებათ, აი არ აქცევენ ყურადღებას და არ მიაჩნიათ მნიშვნელოვნად რომ მშობელი გადაამისამართონ სხვა პროფესიონალთან. ADHD-ის მქონე ბავშვების მკურნალობა და მხარდაჭერა აუცილებლად მოიცავს ინტერდისციპლინარულ მიდგომას. ანუ აქ უნდა იყოს ჩართული როგორც ექიმი, ნევროლოგი, ფსიქოლოგი, მასწავლებელი, მშობელი. ანუ სად არის ესეთი ადგილი თბილისში თუნდაც? თბილისში არ ვიცი ესე შემილია თუ არა, ალბათ ბევრი დაწესებულება, მაგრამ ერთ-ერთს რომელსაც მე მაგალითად რეკომენდაციას გავუწევდი, ეს არის ნევროლოგიის და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტი, სადაც 6 წლამდე სადაც ნევროლოგიც აფასებს, შემდეგ ბავშვის გადამისამართება ხდება ნეიროფსიქოლოგთან და მოწმენ მის ფსიქიკურ ფუნქციებს. ხდება ინტერვიურება მშობელთან. იდეალურ შემთხვევაში უნდა მოხდეს თუ ბავშვი სკოლაში სწავლობს, სკოლაში კლასში დაკვირვება და მასწავლებელთან ინტერვიურების ჩატარება, რომ არის პრობლემა კლასში თუ არ არის. სკოლა ყველაზე უკეთხედავს, იმიტომ რომ უმეტეს დროს მაინც იკატარებს და თქვა მარკირება და იდენტიფიცირება სკოლაში უფრო მაღალი ალბათობა. ერთი რაღაცა მინდა გკითხოთ. ასაკის მატებასთან ერთად რომ ეს სიმპტომები უფრო და უფრო შეუმჩნეველი ხდება, ხო, რაღაცა უფრო ესე ანუ კლასიკური განმარტება ინტერნეტში რომ ნახე, დაახლოებით ესეთი რაღაც ხო ნათქვამი. თქვათ და გამოგვეპარა, მშობელი ვარ და გაგვეპარა ეს პრობლემა, გაიზარდა ბავშვი. აი მე რა ფორმით შეიძლება გართულდეს და თქვათ დასულ ასაკში რა გართულებები შეიძლება მოყვეს. ეს თუ არის შესწავლილი და თქვა ზოგადად 2013 წელს ეს სადიაგნოსტიკო კრიტერიუმები შეცვალეს. ადრე თუ ითვლებოდა რომ ეს დიაგნოზი აუცილებლად უნდა ისოს 7 წლამდე ასაკამდე და იმ პერიოდში რა სიმპტომები ვლინდებოდა, იმის მიხედვით აკეთებდნენ დასკვნას, ეხლა ეს ასაკი გადაწიეს და უკვე მოზარდებს და მოზრდილებს შეიძლება დაესვათ ეს დიაგნოზი და უყურებენ აი 12 წლიდან ზემოთ თინეიჯერობის ასაკში, როგორ ვლინდებოდა აი ეს სიმპტომები. ხელს უშლიდან სკოლაში თუ არა. ანუ შესაბამისად ადრე უფროსების აი თინეიჯერების დიაგნოსტიკა ვერ ხდებოდა. ან გამოეპარებოდათ, ან უკვე აღარ შეიძლებოდა ამ სახელმძღვანელოს მიხედვით. ეხლა უკვე შესაძლებელია. ხშირად არის რომ კომპენსაციას ახდენენ.
სწავლობენ როგორ მართონ საკუთარი თავი. თუნდაც ალბათ, რა ვიცი, მხარდამჭერი მშობლების ან ოჯახიდან გამომდინარე. როგორები არიან ეს მხარდამჭერი მშობლები? რას უნდა აკეთებდეს ესეთი მშობელი აუცილებლად, აი პირველი წამალი რა არის ასეთი ბავშვისთვის? პირველი წამალი ის არის შენი შვილის გჯერა აუცილებლად, მიუხედავად იმისა, რომ აქვს პრობლემები, იცი რომ არის უნიკალური, აქვს თავისი ძლიერი მხარეები. მეორე ის არის, ძალიან რთული არის მშობლებისთვის, ძალიან რთულია, იმიტომ რომ ძალიან ბევრ გამოწვევასთან გაქვს საქმე. მაგრამ მშობელს ჩვეულებრივზე მეტად სჭირდება, რომ წარმართოს, გზა გაუყოლოს თავის შვილს. გარედან უნდა შეუტანოს სტრუქტურა თავის შვილს. ანუ თქვათ, პატარების შემთხვევაში ძალიან ეფექტური არის ვიზუალური მიმონიშნება. ვთქვათ, ეხლა დილით იღვიძებ და ხატია ვთქვათ, როგორ იცვამს ტანსაცმელს. მერე ვთქვათ, კბილის გახეხვა. ანუ აი ეს და რომ გააკეთებს, უნდა აღნიშნოს მაგალითად. დიდებში უკვე ვთქვათ, საშინაო დავალებებს ან კლასში დავალებებს რო აკეთებს, უკვე ანუ ასწავლის სტრატეგიებს, როგორ აკონტროლოს, როგორ შეხედოს გარედან საკუთარ ქცევას, როგორ მართოს. ამიტომ მშობელს თავდაპირველ საწყის ეტაპზე უწევს ყველაფრის ამის გაკეთებას, სანამ განვითარდება ეს აღმასრულებელი ფუნქციები, ან ბავშვი დაისწავლის აი ამ სტრატეგიებს. და სანამ ამოცანის შესრულებას ისწავლის ბავშვი დასაწყისიდან ბოლომდე მიყვანას. ნინო, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. სამწუხაროდ გვაქვს ძალიან შეზღუდული დრო ასეთ მნიშვნელოვან თემებზე სასაუბროდაც კი, მაგრამ იმედია გვესტუმრებით კიდევ იმედია განვითარება ექნება ამ სფეროს საქართველოში და კიდევ აუცილებლად ვისაუბრებთ ამ თემაზე. ჩვენი სტუმარი იყო ნინო მარგველაშვილი. ჩვენ საუბრობდით ADHD სინდრომის შესახებ. ნინო, გახლავთ ნეიროფსიქოლოგი. დიდი მადლობა.